So, დღეს მინდა რომ დამაზუსტებელი ვიდეო ჩავწეროთ, თუ გნებავთ თავის მართლების მაგვარი ვიდეო ჩავწერო ერთგვარად, იმიტომ რომ აშკარად რაღაცების დაზუსტება დამოვიწყდა ემიგრანტებთან დაკავშირებით, ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა და ვფიქრობ, რომ ამოუწურავი საკითხია უბრალოდ ბოლო პერიოდში ისე მოხდა, რომ ვცდილობდი რომ კარგად ჩამომიყალიბებინე ის საფრთხეები, რაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად ეს საკითხები შეეხებოდა მუსულმანური სამყაროდან უკონტროლო მიგრაციას ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყნებში, მაგრამ ძირითადად კონტინენტური ევროპის ქვეყნებზე ვამახვილებდი ყურადღებას და ეს საფრთხე მართლაც ნამდვილად რეალურია. უბრალოდ რატომღაც ეხეთ რო გადავხედე რაღაცებს მავიწყდებოდა ხოლმე იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ეს არ ეხება ყველას, ეს განეკუთვნება მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიას და არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი არის ემიგრანტი ევროპაში, ის უბრალოდ არის ყველა შემთხვევაში ჩასული იმისთვის, რომ გადაყოლოს დასავლური კულტურა, შეიტანოს ისლამი, რომ უბრალოდ მოხდეს შიგნიდან გატეხვა და გადაყლაპვა ევროპის და აი ამ საკითხებზე დამოვიწყდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ რეალურად არსებობს ემიგრანტების რაღაც ნაწილი, რომელიც მართლა იმისთვის არის ჩასული, რომ უბრალოდ უკეთესი ცხოვრება მოიწყოს და უბრალოდ თავი უკეთეს პირობებში იგზნოს. მით უმეტეს ახლა განსაკუთრებით მე ქართველი ვარ და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ემიგრაციაში და ჩვენ კი დასავლური კულტურის წარმომადგენლები ვართ და ჩვენგანაც გავსი საქმე, გავსი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ უბრალოდ მინდოდა დამაზუსტებელი ვიდეოს ჩაწერა ერთის, რომ ანუ ეს არ ეხება ყველა ემიგრანტს, რასაკვირველია და ეს ეხება იმ კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც უშუალოდ აი ამ აზრით შედიან დასავლეთ ევროპაში ან აღმოსავლეთ ევროპაში და ბ ეს ეხება იმ საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა კარგი განზრახვით ჩასული ემიგრანტების ერთობლიობამ შესაძლოა გამოიწვიოს ის საფრთხე, რომ მალე დასავლური კულტურა შესაძლოა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს.